ბრუნდებით პირდაპირ ეთერში განვაგრძობთ გამოშვებას. ესე იგი, ძალიან კარგად იცის ჩვენმა ერთგულმა და მრავალრიცხოვანმა აუდიტორიამ რა დროს და ყურადღებას უთმობთ ჩვენ განათლებას, სამეცნიერო კვლევებს და შესაბამისად სამეცნიერო კვლევების ინტეგრირებას პრაქტიკაში. იმიტომ რომ ეს ორი კომპონენტი გამორიცხულია ერთმანეთის გარეშე, ჩვენ თუ გვინდა რომ განვავითაროთ ეკონომიკა, რა თქმა უნდა, უფრო მეტი ყურადღება უნდა მივანიჭოთ სამეცნიერო კვლევების კომპონენტს. და შემდეგ მის სწორ ინტეგრირებას პრაქტიკაში ხას უსვამთ. თეორიას არავინ არ აკრინებს, ხადია, მაგრამ რა თქმა უნდა, გამოყენებითი ეკონომიკისთვის აუცილებელი პრაქტიკული თეზისები არის და ამას ხადაგებთ უკვე მრავალი წელია. აქედან გამომდინარე, თემატიკა, რაც დღეს გვინდა რომ შემოგთავაზოთ და მე მინდა დღეს მივესალმო ბატონ აკაკი ჩარგეიშვილს, რომელიც დღევანდელ გადაცემაში თანაწამყვანის ამპლუაში არის. მოგესალმებით ბატონო აკაკი, მადლობა თქვენი დროისთვის და მადლობა ამ შესაძლებლობისთვის, იმიტომ რომ თქვენი იდეა არის ეს თემა, რასაც დღეს ვშლით პირდაპირ ეთერში ხარ რამდენიმე წამში ვიტყვი უკვე თემას და სტუმარი სხვათა შორის ძალიან საინტერესო სტუმარი ყავს დღევანდელ გადაცემაში. ესე იგი, შრომის კმაყოფილებისა და მოტივატორი ფაქტორების გავლენა წარმოებლურობაზე და ზოგადად საწარმოო სულისკვეთებაზე და ყველაფერზე ერთად. მოტივაციების მონეტიზაცია ბატონო სანდრო. აი ზუსტად ჩვენი გადაცემის ლეგენდარული მონეტიზაცია, ვინაიდან ჩემთვის თქვენ მოგეხსენებათ რომ ძალიან მნიშვნელოვანი კრედოსავით არის ჩემთვის ჩვენი ერისთვის ეს არის დემოგრაფია, სიმრავლე და განათლება, ხო? კი ბატონო. განათლება და მიხარია დღეს, როდესაც თქვენთან ვარ და ჩემი კონტრიბუცია გარკვეული მაქვს ბატონი ლევანის სახით, არაჩვეულებრივი ადამიანის სახით. კი, აი მოდი წარვადგინოთ ბატონ ლევანი. წარვადგინოთ და შესაბამისად. ბატონ ლევან ფეიქრიშვილი არის ჩვენთან ერთად, რომელიც გახლავთ გამოყენებითი ეკონომიკის დოქტორანტი. მოგესალმებით ბატონ ლევან, ძალიან დიდი მადლობა თქვენი დროისთვის და იმისთვის რომ ხართ ჩვენთან ერთად და მზად ხართ რომ გაგვიზიაროთ ეს კვლევა, ზოგადი თეზისები, ზოგადი ხედვები და აქცენტები, რა თქმა უნდა, კონკრეტულ პრიზმაში, იმიტომ რომ კიდევ ერთხელ ჩვენ კულისებში ვსაუბრობდით ბატონმა ლევანმა დაგვიდასტურა რომ რეალურად ეს პრაქტიკულ მოთხოვნებზე არის თავიდან ბოლომდე აგებული და ძალიან დიდი დოზით არის აი ამ თეზისში სამეცნიერო კომპონენტში ზუსტად პრაქტიკული მიმართულებები დენომინირებული რაც ესოდენ მნიშვნელოვანია ბაზრისთვის. მაშინ და მე გახსნათ გამოვაცხადოთ ჩვენი საუბარი და მოკლე შესავლისთვის გვიამბეთ ძირითადი ის მიგნებები და კომპონენტები, რაც კვლევაში არის გადმოცემული და შემდეგ უკვე მე და ბატონი აკაკი კონკრეტული კითხვებით გადავალთ უკვე აი იმ ესე ვთქვათ სინერგიაზე და ხიდებზე, რითიც უნდა მოხდეს აი ამ ყველაფრის იმპლემენტირება და დაკავშირება პრაქტიკასთან. და აი ხა ზუსტად ვიცი რომ ძალიან ბევრი ჩვენი პარტნიორი და არა მარტო ჩვენი პარტნიორი, მსხვილი ბიზნესები გვიყურებენ და მზად არიან რომ ეს ყველაფერი მაქსიმალურად ამასთან დაკავშირებით მიიღონ მაქსიმალურად მეტი ინფორმაცია. ისმენთ ყურადღებით. დიდი მადლობა პირველ რიგში მოწვევისთვის და მოკლედ მოგახსენეთ პრობლემის აქტუალურობის შესახებ. კერძოდ ბიზნესისთვის ხშირად გაურკვეველი არის შრომით პირობებზე გაზრდილი დანახარჯების მიუხედავად, რატო ვითარდება მოულოდნელად დასაქმებულებში უკმაყოფილება და უფრო მეტიც ხდება კადრების გადინება. ყველა ისურვებდა რომ კომპანიაში გაეფორმებინა გულმოდგინე დასაქმებულებთან ხელშეკრულება, მაგრამ კონტრაქტში როგორ უნდა განისაზღვროს გულმოდგინების ხარისხი, ეს ფაქტობრივად შეუძლებელი არის. ასევე საინტერესო არის გაზრდილი შრომითი პირობები შემდგომ დასაქმებულის მიდგომა კონტრაქტის მიღმა დანახულ პრობლემებთან დაკავშირებით. უბრალოდ გაატარებს პრობლემას, რომელიც შეიძლება მას არ ეხება და არ არის კონტრაქტით გათვალისწინებული ამ პრობლემების დაფიქსირება და გამოსწორება, თუ მიიჩნევს, რომ გამოიჩინოს ინიციატივა და ჩაერთოს აღნიშნულის გადაწყვეტაში. სწორედ აღნიშნული პრობლემების შესწავლა გახდა ჩემი მთავარი მიზანი, რომ გამომეკვлია შრომითი კმაყოფილებისა და მოტივატორი ფაქტორების გავლენა წარმოებლურობაზე. ჩემი თეორიების თანახმად, რომელიც რომ სულ თანხვედრაში არის ამერიკულ თეორიებთან, უბრალოდ ჩემთან უფრო წინა პლანზე მაქვს წამოწეული პრობლემების ხედვის და მათ გადასაჭრელად უნარების განვითარება. იყოფა ორ ნაწილად. პირველი შრომითი კონტრაქტით გათვალისწინებული ვალდებულებები და მეორე სამოტივაციო პოლიტიკაზე დაფუძნებული ურთიერთობები. ეხლა რას შეეხება შრომით კონტრაქტზე დაფუძნებულ ურთიერთობებს? მას დავარქვი მე შრომითი კმაყოფილება.
რა თქმა უნდა, თუ კმაყოფილი არ იქნება დასაქმებული, გაიზრდება უკმაყოფილება და ამაზე შეიძლება რომ არც კი ვიკამათოთ. მოკლედ მოგახსენებთ იმ 5 ფაქტორის შესახებ, რომლებიც შრომითი კმაყოფილების ჩამოყალიბებას უწყობს ხელს. პირველი ფაქტორი ეს არის შესაფერისი გარემო. ანუ დასაქმებულებისათვის მეტად მნიშვნელოვანი არის ინტერიერი, ექსტერიერი, შიდა ინფრასტრუქტურა და ის ყველაფერი, რაც სამუშაო პირობებთან დაკავშირებით, უსაფრთხო გარემოსთან დაკავშირებით, მას სრული კომფორტი მიანიჭოს. მეორე ფაქტორი არის კოლეგიალური ფაქტორი. თანამშრომლებს შორის, დასაქმებულებს შორის ურთიერთობის თავსებადობა და არ იყოს იქ ბულინგი და იყოს მეგობრული და მშვიდი ატმოსფერო ურთიერთობისათვის. მესამე ფაქტორი არის მენეჯმენტთან თავსებადობა. მენეჯმენტთან თავსებადობა არის ძალიან მეტად მნიშვნელოვანი, იმიტომ რომ თუ შეიძლება იქ ბულინგს კონდეს საქმე, ან პირდაპირი ურთიერთობაში იყვნენ შეზღუდულები, დასაქმებულები, შესაბამისად იქ ყალიბდება რაღაც გარკვეული უკმაყოფილებები. აი მეოთხე ფაქტორი არის მეტად მნიშვნელოვანი ფაქტორი, რომელსაც სამართლიანი ანაზღაურებას ვუწოდებ. სამართლიანი ანაზღაურება და არა უბრალოდ ანაზღაურება. ვინაიდან შესაძლებელი არის ანაზღაურება იყოს მაღალი, მაგრამ დასაქმებულმა ჩათვალოს, რომ არის უსამართლო და უფრო მეც იმსახურებს. და ასევე შეიძლება ანაზღაურება იყოს დაბალი, მაგრამ დასაქმებულმა ჩათვალოს, რომ ასრულებით სამართლიანი არის ეს ანაზღაურება. ბატონ ლევან, ერთ პატარა რემარკას გავაკეთებ თქვენ ნებართვით და ბატონ აკაკისთან გადავალ ამ შემთხვევაში სიტყვით და მე უკვე კითხვით დაგიბრუნდებით პირდაპირ ეთერში. ამახსენდა ერთ პატარა ისტორიული კომპონენტი, მე შემემთხვა სხვათა შორის, ეხლა ჩემთან კიდევ ერთხელ და ყველა მიმართულებაში სადაც ყოფილა, აი ყოველთვის რაც ჩამოთვალა ბატონმა ლევანმა, ყოველთვის იყო იდეალური გარემო. ეხლა რაღაც არ ვიკვეხნი, მაგრამ ყოველთვის იდეალური გარემო იყო და ერთმა თანამშრომელმა წლების წინანდელ ამბავს ყვები, ვერ შეასრულა დედლაინი დაარღვია თუ რაღაც იყო ეგეთი აღარ მახსოვს და რო ვკითხე რატო მივედით აქამდე თქო და აი რატო დაირღვა დედლაინიო, ცხელი წყალი არ მქონდა სახში. და დეპრესიაში ვიყავიო. ეხლა უყურეთ აქ პატარა რემარკა მინდა გავაბლო. ჩვენი დამსაქმებლები, ხო? ეხლა აი პირველი პლიადა მინდა გავიხსენო ქართველი ბიზნესმენების, აი 90-იანებში ვინც შექმნა ქვეყანაში დოულათი, ყველას აბსოლუტურად ჩემი დიდი სიყვარული და პატივისცემა. აი ის ადამიანები სასათბურე პირობებს ვერ გაიგებენ. ვერც לא გაიგონ, იმიტომ რომ რეალურად თავის დროზე მათ ხელით აქვთ შექმნილი ეს ყველაფერი, სიცივეც გამოვლილი აქვთ. მანამდე კიდე ცალკე მანკიერებები გამოვლილი, ხედრიონი გამოვლილი აქვთ. უწყლობა, უგაზობა, უშუქობა, ყველაფერი გამოვლილი აქვთ და ეხლა წარმოვიდგინოთ, რომ ამ ადამიანებთან ეხლა მიდის თანამშრომელი და ეუბნება, რომ ვერ შეივასრულე ჩემზე დაკისრებული მოვალეობა, იმიტომ რომ ცხელი წყალი არ მქონდა სახში. ანუ ხო გაუგებარი ეს მარტო ქართულ ეკოსისტემას არ ეხლა ამერიკაშთან ანალოგია ხარ ორენ ბაფეტთან რომ მივიდეს ხა წარმოიდგინეთ თანამშრომელებს გავს პირზმაში და ახლა მე კი მას კი არ ვიცახი რომ პირობები არ უნდა იყოს შექმნილი რა თქმა უნდა იყოს შექმნილი პირობები მაგრამ უნდა იყოს ამ შემთხვევაში რაღაცა ტიპის мотиваციაზე აგებული სტრუქტურა იმიტომ რომ მე მინახია და ახლა ბატონი აკაკი დამეთანხმება რომ საქართველოს რეალობაში მინახავს იდეალურად მოწყობილი გარემო შესანიშნავი ანაზღაურება საშუალოზე მაღალ ანაზღაურებაზე მაქვს ამ შემთხვევაში საუბარი იმიტომ რომ დედამიწის ზურგზე ხა ვერავინ ვერ გამიწევს ოპონირებას რა არის კაი ანაზღაურება ხო საქართველოში საშუალო ანაზღაურება თითქმის 1425 ლარი სხვადასხვა გადასახადებიანად 2250 ლარი ეს არის საშუალო ანაზღაურება და ამაზე ამ ანაზღაურებაზე გაცილებით მაღალი ანაზღაურებაც ქონია დასაქმებულს მაგრამ мотиваცია არ აქვს ანუ იდეალურ გარემოში მუშაობს არ არის რაღაცა სტრესული პირობები, არ არის რაღაც დაძაბული სიტუაცია, მაგრამ მაინც სხვაგან გადასვლაზე უჭირავს თვალი, მაინც გაქცევაზე ცდილობს, მაინც სხვათა დანაშაულებს ყველაფერში თავის გარდა. აქ რა გვეშველება? აი სწორედ ახლა მოდის ცოტა ცარენარები გავუმედა, მაგრამ რა ვიცი, თქვენ შეკითხვას თქვენ 90-იანი წლები ახსენეთ და ფაქტობრივად ეგ ის პერიოდები იყო, როდესაც საქართველოს განიცდიდა სამოქალაქო ომებს და გეოპოლიტიკურ ასპარეზზე ჰქონდა პრობლემები, აღნიშნული პრობლემები ცივილიზებულ ქვეყნებში, დასავლურ ცივილიზებულ ქვეყნებში იყო გასულ საუკუნეებში და მას ტეილორიზმის ეპოქით არის ცნობილი და ტეილორიზმის ეპოქა
რეალობიდან გამომდინარე წარსულს ჩაბარდა. ტეილორიზმის ეპოქა კი არა, მასლოუს მოთხოვნებათა იერარქიის პირველი საფეხური დადგა კითხვის ნიშნის ქვეშ, იმისგან გამომდინარე, რომ პირველი საფეხური ფიზიოლოგიური მოთხოვნილებების დაკმაყოფილებას ემსახურებოდა. ანუ საჭმელი, სასმელი, სახლი, თავშესაფარი, წყალი, გაზი, დენი და რაღაც რაც თქვენ ახსენეთ. და მეორე საფეხური მასლოუს იყო მომავლის უსაფრთხოების მოთხოვნილების დაკმაყოფილება. და ეხლა უყურეთ, როდესაც ჩვენ უკვე გავიარეთ ეგ ტეილორიზმის ეპოქა და ის სამოტივაციო, სასტარტო სამოტივაციო მუხტები, რომ ჩვენ შრომობდით იმისათვის, რომ მოგვეპოვებინა საჭმელი, სასმელი, სახლკარი და თავშესაფარი და კიდევ სოციალური მომავლის სოციალური უზრუნველყოფა მოგვეპოვებინა, ხომ? დღეის მდგომარეობით ცივილიზებულ ეკონომიკურად მაღალ კეთილ დღეობის მაჩვენებლიანი ქვეყნებისათვის აღნიშნული მოთხოვნილებები უკვე მიღმა არის დარჩენილი. და საქართველოსთან მიმართებაშიც მე ახლა საინტერესო კვლევა ვაწარმოე ჯენზი თაობას რო ვეძახით 1997 და 2012 წლამდე დასაქმებულთა შორის და იგივე პრობლემები დაფიქსირდა რაც ამერიკაში. მომავლის მიზნებისადმი აქვთ ბუნდოვანი ხედვა. მომავლის პროფესიების შერჩევასთან დაკავშირებით ფაქტობრივად არ აქვთ ჩამოყალიბებული პოზიციები. ეხლა ამ ყველაფერს რა განაპირობებს? განაპირობებს ის, რომ სწორედ თქვენ რაც ახსენეთ, სასტარტო მოტივაცია. სასტარტო მოტივაცია 90-იან წლებში ომის პერიოდში იყო მაღალი და დღეს ჯენზი თაობას, რომელსაც ვერ წარმოუდგენია, რომ შეიძლება ერთ დღესაც გაითიშოს დენი, გაზი, წყალი, დარჩეს ინტერნეტის გარეშე, დედამიწა ფიზიკურად ვერ წარმოუდგენია. აი სწორედ მაგიტომ არის მეტად მნიშვნელოვანი ჩემი თეორიები, რომ პრობლემების ხედვის და მიზნების ჩამოყალიბების უნარები გამოიმუშაონ. წეგან მე შემთხვევით არ მიხსენებია, როდესაც თქვი, რომ დასაქმებული რომ დაინახავს კონტრაქტის მიღმა პრობლემებს. რას გააკეთებს ამ დროს? ჩაერთვება მის გადაწყვეტაში, თუ უბრალოდ გაატარებს, ეს ხო კონტრაქტით არ არის გათვალისწინებული. პარადიგმად არის ქცეული თეორია, რომ ხარისხიანი შრომა მოითხოვს მეტ უნარებს და შესაბამისად მეტ დროს. და როდესაც მე სამოტივაციო პოლიტიკის შედეგად მომიწევს მეტი შრომა, მეტი ძალისხმევის გამოყენება. როგორ იქნება ეს ყველაფერი ჩემ შრომით კმაყოფილებაზე ასახული? მე თუ ერთ დაღლილი მივალ სახში. აი ერთს დაგისვავთ. აი ამერიკის შეერთებული შტატები. ევროპა ცოტა სხვა მოდელი არის. ევროპაში წარბობს სოციალისტური კომპონენტები და აი ჩვენ რაც გადმოვიღეთ და რომის პაპზე უფრო კაი კათოლიკების აღმოჩნდით ხშირ შემთხვევაში, ხო? შრომის ინსპექცია. ამასთან დაკავშირებით დიდი პატივისცემა ცხადია, შრომის ინსპექცია საჭიროა, აუცილებელია, მაგრამ კიდევ ერთხელ ვამბობ, რომ მე აბსოლუტურად ერთ-ერთი, იმიტომ რომ ბიზნეს გადაცემა ვართ, მაგიტო კი არ ვამბობ მარტო, ერთ-ერთი ვახმოვანებ ბიზნესის პოზიციას და იმ შესაძლო კითხვის ნიშნებს და უკმაყოფილებებსაც, რაც შრომის ინსპექციის იმპლემენტირებას უკავშირდება ჩვენს ეკოსისტემაში. ერთ-ერთი ვეთანხმებ ბიზნესს, უპირველეს ყოვლისა. თუმცა დიდი პატივისცემა შრომის ინსპექციასაც. მაგრამ ამერიკის შეერთებულ შტატებში აი წლების განმავლობაში ანაზღაურება, ხო? ანუ კერძო სექტორი ტრანსფორმირდა აშშ-ში ისე, რომ მთლიანად მოქმედებს საბონუსე სისტემა უმეტესწილად, განსხვავებით ევროპისგან. ანუ იქ არ არის მოჭრილი ანაზღაურება, ამერიკაზე მაქვს საუბარი და ძირითადად ბენეფიცი არიან დასაქმებული, ხშირ შემთხვევაში გამომუშავებით იღებს ხოლმე როგორც წესი სარგოს და ეს ზრდის მოტივაციის თემას კიდე ცალკე, იმიტომ რომ ვიმუშავებ მეტს, მივიღებ და სახში წავიღებ მეც. ჩემი აზრით კაპიტალისტური, მაგრამ კარგი მოდელი არის, რამაც შეიძლება რომ ინდივიდუალიზაცია ხდება. ინდივიდუალიზაცია, აი ზუსტად. რასაც ვერ ვხედავთ ევროპაში, იმიტომ რომ ევროპაში მე კი არ ვადარებ რომელიმე სისტემას, ახლა ორივე აქვს თავის პლუსები და მინუსები. ჰორიზონტალურ სკალაში. ხო, ახლა გააქვს საშუალო მინიმალური ხელფასი პირობითად ან საშუალო ხელფასი უკვე ევროპაში, რაც მერე უკვე დაკავშირებულია სხვადასხვა დემოტივირების კომპონენტებთან, იმიტომ რომ ახლა ბოლო პერიოდში ახლა ძალიან ბევრი ევროპულ ქვეყანაში მომიწია საქმიანი ვიზიტები და მოგვიწია ერთად, ბატონო ვაგაკი და ახლა ხშირად გვინახია იქ, რომ ანუ რეალურად ხდება ხოლმე ხშირად ადამიანური რესურსის, ესე ვთქვათ, დემოტივაცია სხვადასხვა თემებით და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. ჩვენ პრიზმას რო დაუბრუნდეთ ბატონო ლევან. ეხლა მოდი კიდევ ერთხელ ცოდვა გამხელი ვიჯობს და ისედაც არასდროს არ ყოფილვართ, არასდროს შეიძლება საუკუნეების წინ ვიყავით, მაგრამ ნუ ბოლო 30 წელი რო ავიღოთ, ხო ეხლა რატომღაც ესეთი სტერეოტიპების და ალბათ რეალური სტერეოტიპების ჩამოყალიბდა რომ რაღაც შრომისადმი მიდრეკილება კრებსითად ეხლა ყველამ არ მინდა რომ მიწყინოს ცხადია, იმიტომ რომ გამონაკლისების გარეშე ღმერთმა არ გვაარსებობს ერთ წუთი, მაგრამ
რატომღაც ჩამოყალიბდა ისე რომ რაღაც შრომასთან დაკავშირებული პრობლემები გვაქვს რა ეხლა რაღაც სხვა ფორმულირება არ ვიდა გავუგე. აი ამ პრიზმაში რა мотиваცია შეიძლება ზუსტად თქვენ ისევ აქცენტს აკეთებთ ტეილორიზმის ეპოქასთან დაკავშირებით. მე ვერ დაგეთანხმებით. ბრძანეთ რა თქმა უნდა. აბსოლუტურად და გადაწყვეტილად. ბრძანეთ. მე კვლევები ვაწარმოე ეკონომეტრიკული მოდელირების გამოყენებით, გამოვიყენე მათემატიკურ სტატისტიკური მოდელირება, ჩამოგიყალიბებთ პირველ რიგში მარტივად ჰიპოთეზებს, რომელიც დადასტურებული არის და სრულად თავსებადი არის ამერიკულ თეორიებთან, ეს ფრედერიკ ჰერსბერგის და ედვინ ლოკის თეორიებთან სრულად თავსებადია, უბრალოდ ჩემი ცოტა მოდერნიზებული არის და უფრო სხვა მიმართულებით არის, პრობლემების ხედვაზე მაქვს მე უფრო აქცენტი გაკეთებული. ანაზღაურების პირობით, შრომითი კმაყოფილების ზრდა არ იწევს мотиваციას წარმოებლურობის გასაზრდელად. თუმცა კომპანიაში უნდა იყოს საკმარისი კმაყოფილება დასაქმებულებმა გამოხატონ კეთილი ნება სამოტივაციო პოლიტიკის ხარდასაჭერად. სამოტივაციო პოლიტიკა მოიცავს დარგში არსებული პრობლემების განსაზღვრას და მის გადასაჭრელად უნარების გამომუშავებას. შედგება 5 ფაქტორისაგან. პირველი, ეს არის დარგში არსებული პრობლემების ხედვა. შემდგომ პერსპექტიული ინიციატივების შემუშავება პრობლემის მოგვარებასთან დაკავშირებით. აღნიშნული ეს პირველი 2 ფაქტორი განხილული უნდა იყოს მენეჯმენტთან, შეთანხმებული უნდა იყოს, ეს არ უნდა იყოს რაღაც ქაოსაობრივად და შემდგომ მესამე, ახორციელებს უკვე თვითრეალიზაციას პრობლემის მოსაგვარებლად. მეოთხე ფაქტორი არის აღიარებული შედეგები. უბრალოდ შედეგებს, როდესაც შეიძლება მივიღოთ და ჩუმად დაფარულად შედეგი არ არის, ყველასგან უნდა იყოს აღიარებული და მენეჯმენტისგან უნდა იყოს პირველ რიგში აღიარებული და უნდა იყოს გამოკვეთილი მისი აღიარება. და მეხუთე, პიროვნული ზრდის და განვითარებისკენ სწრაფა. როგორ შეიძლება მივახციოთ წარმატებას პიროვნული უნარების გარეშე? ბატონო სანდრო, ესეთი შემოთავაზება მაქვს ბატონო ლევანისთვის, არაჩვეულებრივად წარმოაჩენს აი ამ მნიშვნელოვან საკითხებს დღევანდელი ჩვენი ეკონომიკის ბაზის დასაქმებისთვის. კარგი იქნება, მე ვფიქრობ, რაღაც ესეთი პროგრამული ნაწილით შეიმუშაოთ თქვენ მენეჯერებისთვის, ქართული კომპანიებისთვის, დასაქმება, სადაც მიმდინარეობს და ესეთ მოსამოტივაციო ფაქტორები. რამდენად ძალიან მომეწონა ეს თეორია, როდესაც გაყოფა ხდება საკონტრაქტო ურთიერთობების, სახელშეკრულებო მოტივების, ასე რომ ვთქვათ, იმიტომ რომ ძირითადად აქ გვაქვს ხოლმე ხო აქცენტი და დიდად შემდგომ ვფიქრობთ, როცა უკვე დასაქმებული არის და კომუნიკაცია მიმდინარეობს კომპანიაში, შემდგომ ვფიქრობთ უკვე მერე იქ რაღაც იმ ფაქტორების გამოჩენაზე, რომელიც საკონტრაქტო არ არის. ხო? ანუ ახალი რაღაცები გვინდა ხოლმე და კადრგარდ არის წარმოჩენილი და აქ გამიჩნდა ეხლა შეკითხვა, რომ ეს ისეთი კრეფსიტი თეორიებია მნიშვნელოვანი დასაქმებისთვის, რომ თქვენ ეხლა ამ мотиваციების, რომელზეც ეს მონეტიზებას აკეთებთ და ეს დანერგვაზე საქართველოსთან მისი გადინება, ანუ თქვენი თეორიების და ექსპორტი ხომ არ წავა, ასე ვთქვათ, თქვენი ვიზიტით შემდგომში უკვე შეერთებულ შტატებში, რომ რაღაც გადაფარვა ხო არ მოხდება ამ ქართული ურთიერთობების გატანის და ეს ექსპორტი რა კიდევ ერთი мотиваტორი ხომ არ იქნება თქვენი თეორიებისთვის? მე მინდა რომ ძალიან დიდი მადლობა გადაუხადო ჯორჯ ვაშინგტონის უნივერსიტეტს ამერიკის შეერთებული შტატებში, რომელიც დაინტერესდა ჩემი თეორიები და სექტემბრის პირველ კვირაში შესაძლებლობა მექნება გაუზიარო ჩემი გამოცდილებები, მეტად მნიშვნელოვანი არის მათი მოსაზრებები აღნიშნულთან დაკავშირებით. გარდა ამისა, ამერიკის შეერთებულ შტატებში გამოხატა ოლდ დომინიონის უნივერსიტეტმა ინტერესი მომიწევს გავახორციელო იქაც პრეზენტაცია ჩემი სამეცნიერო კვლევების და დიდი სიამოვნებით გაგიზიარებთ ვიზიტის შემდგომ გამოცდილებებს და მართლაც მე ვფიქრობ რომ უნდა დასრულდეს ეგ ეპოქა რომ ოდესაც დამსაქმებელი ფიქრობდეს მე ვარ დირიჟორი და როდესაც შეიძლება მე მქონდეს წარმოდგენა რომ მე ყველაფერი გავაკეთე იმისთვის რომ შენ იყო ბედნიერი დასაქმებული მაგრამ აქ არის საინტერესო რას ფიქრობს დასაქმებული აი დასაქმებულის შინაგანი ბუნება ამ დროს არის უკვე რაღაც მიღმა იმას უხერხულება თქვას პირდაპირ და გამოთქვას რეალურად რა სურს დასაქმებულს
იმიტომ რომ თუ შეიძლება რომ ხელმძღვანელობამ ყველაფერი გააკეთა, რომ იდეალური შრომითი კმაყოფილებისთვის პირობები შეექმნა, არის კი საკმარისი კმაყოფილება. მე მგონია მაინც რომ აი უყურეთ ეხლა რა თემა არის თქვენ რასაც ბრძანებთ, ხო? მე მგონია რომ მაინც ინდივიდუალურ კომპონენტამდე დავდივართ. მე საერთოდ კიდე ერთი იდეა გამიშთა, რომ ფიქრობ, რომ აი ეს ყველაფერი ჩვენს პარტნიორ მსხვილ განსაქმებლებთან ერთად მიმოვიხილოთ, იმიტომ რომ ბევრმა შეიძლება ამოიცნოს თავი, ბევრი ვერ ამოიცნობს თავს. ახალი მიიღოს თუნდაც, იმიტომ რომ ეხლა აი რეალურად მე შეიძლება რაღაც ცოტა ისე კაპიტალისტურად გამომდის ეხლა, მაგრამ კიდევ ერთხელ, ანუ საბოლოო ჯამში დღეს საქართველოში არის ბევრი კომპანია, რომელიც ქმნის იდეალურ ნედლეულს და გარემოს საქმის კეთების, მაგრამ ის ადამიანური რესურსით მაინც უკმაყოფილოა. საბოლოო ჯამში და აქ ამ შემთხვევაში მე პირადად, ეს ჩემი პირადი მოსაზრება არის, მე ნამდვილად ვერ დავადანაშაულებ დამსაქმებელს, დამფუძნებელს, ვერც ერთ შემთხვევაში ვერ დავადანაშაულებ და აქ რა თქმა უნდა პასუხისმგებლობის ტვირთს უმეტესწილად გადავიტან, რა თქმა უნდა დაქირავებულის მისამართით, იმიტომ რომ კიდევ ერთხელ მე საკუთარი თვალით მაქვს ეს ყველაფერი ნანახი, შესწავლილი და ასე შემდეგ და ხშირ შემთხვევაში აი ჩემი გამოცდილებითაც ვამბობ, რომ იდეალური გარემოც ხშირად ხდება ხოლმე რატომღაც დემოტივაციის საგანი. ამიტომაც ბატონ ლევან, აი დიდი სიამოვნებით, სანამ თქვენ შეერთებულ შტატებში გაემგზავრებით, ჩვენ შეგვიძლია რომ სელექტიურად არ ვეძებოთ შორს, თუნდაც იგივე ჩვენი უმსხვილესი პარტნიორები მოვიწვიოთ გადაცემაში და მათთან ერთად მოვისმინოთ მათი წუხილი, თქვენი რეკომენდაციები და ამ ყველაფრის სინერგია გავაკეთოთ პირდაპირ ეთერში. 3 წუთი გრჩება ზუსტად და ბატონ ვაგაკი. სანდროს, პირველ რიგში დღევანდელი ამ ეთერისთვის მადლობა უნდა ვგითხრათ ბატონ სანდრო, იმიტომ რომ ის ინტერესი, რაც უკვე დასავლეთში არსებობს ბატონ ლევანის აი ამ შექმნილი თეორიების მიერ, ეფუძნება ჩემთვის მნიშვნელოვან ქართულ გარემოს და ქართულ საზოგადოებას. მევენახეებში აქვს კვლევა ჩატარებული. აუ რა ამაგარია და გავაკეთოთ დიდი სიამოვნებით. მევენახეებში აქვს კვლევა ჩატარებული და აი ესეც თითო და თან მათ შორის თვისობრივიც აქვს უკვე ელექტრონულად და ასე შემდეგ, უკვე სადაც სხვა ქვეყნების ერთვებიან, ხო, ამ მოტივატორებში და ეს მე ვფიქრობ, რომ ვიდრე გაიმგზავრებოდა, კარგია ქართული საზოგადოების ცნობიერების თვალსაზრისითაც, რომ ჩვენ ქვეყანაში გაჩერებულები არა ვართ და აი ესეთი ადამიანები არიან, რომლებიც ახერხებენ დღევანდელი პოლიტიკური თუ სხვა გარემოს და ასე შემდეგ, რომ ჩვენ ქართულ, ასე ვთქვათ, გენეტიკურ რაღაც გარკვეულ უფლებებზე, შრომით ნაწილზე, სამოტივაციოზე, ეკონომიკურზე დაფუძნებით აი ესეთი ტიპის კვლევები იქმნება და რომელიც როგორც ვთქვი, მიხარია რომ ექსპორტირება ხდება უკვე და მადლობა თქვენ და ასე დაინახოს საზოგადოებამ რომ ჩვენ ვაკეთებთ ასე რომ აი უპირველეს ყოვლისა თქვენ დამსახურებით გავიცანეთ ეს ფანტასტიკური ადამიანი, ეხლა ბევრ რამეში კი არ დავეთანხმეთ ერთმანეთს, მაგრამ ნუ ეს არის რეალური თეორიის აუცილებლობაა. ხო, რა თქმა უნდა. თეორიის აუცილებლობა. ამიტომ მე ვფიქრობ, რომ აი ეს ფორმატი, რასაც ქვია დამსაქმებლებთან აი ამ ყველაფრის პრეზენტირება პირდაპირ ეთერში არის ძალიან მნიშვნელოვანი. შესაბამისად, მადლობა ბატონებო, საინტერესო საუბრისთვის. ბატონ ლევან ფეიქრიშვილი, ბატონი აკაკი ჩარგეიშვილი და სანდრო ტეილორი, იმდენჯერ წავედი ტეილორიზმის ეპოქაში. იყვნენ თქვენთან ერთად. და სულ ნახევარ დავასრულებ, ესე იგი, ჩემი თეორიების და ჩემი მიგნებების საფუძველზე სამოტივაციო პოლიტიკა სჭირდება მართვა. აი სწორედ თქვენ როდესაც განაცხადეთ, რომ კომპანიები ყველაფერს აკეთებენ, რომ მიიღონ საკმარისი კმაყოფილება კომპანიაში, მერე შემდგომში არ ახორციელებენ სამოტივაციო პოლიტიკას და დასაქმებულებს თხოვენ, რომ შენ იყავი აბსოლუტურად ინიციატორიც, გამკეთებელიც, შემომტანიც, რეალიზატორიც და ასე შემდეგ, ასე შემდეგ. აი სწორედაც სამოტივაციო პოლიტიკას სჭირდება მართვა. კომპანიები ყველაფერს აკეთებენ, რომ მივიდნენ აქამდე, მაგრამ შემდგომში არ იციან როგორ განახორციელონ ეს პოლიტიკა. მაგაზე არის აქცენტი. ძალიან საინტერესო დიალოგი და დისკუსია გამოვიდა, ძალიან საინტერესო. მადლობა კიდევ ერთხელ ბატონებო თქვენ ამისთვის. შეგვეძრამდე გემშვიდობებით. გადაცემა მონეტიზაცია დღეს ამით დასრულებულია. 4 შაბათს შევხვდებით უკვე ერთმანეთს.